დღეს 28 ოქტომბერს საქართველოს პირველი დემოკრატიული მრავალპარტიული არჩევნებიდან ზუსტად 23 წელი გავიდა. 1990 წელს ქართველებმა პირველი პარლამენტის შემადგენლობა აირჩიეს. სოციოლოგების და პოლიტიკოსების შეფასებით, მაშინ ქვეყნის ისტორიაში გარდამტეხი ეტაპი განხორციელდა, როგორ აფასებენ წლევანდელი არჩევნების მნიშვნელობას. პოლიტოლოგები და როგორია განვლილი 23 წელი დღევანდელი გადასახედიდან ლანა ძაძამიას რეპორტაჟიდან შეიტყობთ. დღეს 28 ოქტომბერს საქართველოში პირველი დემოკრატიული და მრავალპარტიული არჩევნებიდან 23 წელი გავიდა. სოციოლოგი ნუგზარ ჩხაიძე 1990 წლის მოვლენებს იხსენებს და აცხადებს, რომ პირველი არჩევნებით საფუძველი ქვეყნის ახალ ისტორიაში ჩაიყარა. 1991 წლიდან დღემდე პერიოდს კი ქვეყნის განვითარების შემაფერხებლად მიიჩნევს. ამ არჩევნებმა საფუძველი დაუდო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას, მისი მონობიდან დახსნას. დანარჩენი ვინც იყო, იცით, არც ერთი არ წარმოადგენდა პატრიოტს, სულ ყველა იყო კოსმოპოლიტი, ანტიქართველი. საქართველოს განვითარება დაადგა რეგრესის გზას, სამწუხაროდ, აი ჩვენ მის ნაყოფს ვიმკით დღეს ამ გადატრიალების ნაყოფს. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ეს უახლოეს ხანში გამოსწორდება და 23 წლის წინ განვითარებულ მოვლენებს იხსენებს მაშინდელი საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი რამაზ სურმანიძე. მისი თქმით, ეს იყო გარდამტეხი ეტაპი, რომლის შემდეგაც მოსახლეობისთვის მისაღები გახდა განსხვავებული აზრი. მომდევნო პერიოდის მოვლენებს მწერალი იმ ტალღის გაგრძელება დაფასებს და თვლის, რომ ქვეყანამ დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს. 70 წლის შემდეგ პირველად ჩატარდა არჩევნები, სადაც რამდენიმე პარტიის წარმომადგენელი ღებულობდა მონაწილეობას. მომდევნო არჩევნები შედარებით უფრო და უფრო სრულყოფილი იყო. თუ ახლა გადავალთ უკვე ახლანდელ არჩევნებზე, ეს არჩევნები მე რომ მკითხოს კაცმა, ყველაზე უფრო ღია, ყველაზე უფრო საჯარო, ყველაზე უფრო თავისუფალი, ყოველგვარი ძალადობისა და ყოველგვარი რაიმე ისეთი შეხლა შემოხლის გარეშე ჩატარდა. 1990-91 წლებში განვითარებული მოვლენების მთავარ ნაკლად ინდივიდების ინტერესების ნაკლებად წარმოჩენას ასახელებს ისტორიკოსი ემზარ კახიძე. ქვეყნის შემდგომ განვითარებას გარდამავალ ეტაპად აფასებს და თვლის, რომ ახლანდელი არჩევნები მნიშვნელოვანია, თუმცა რა გზას აირჩევს საქართველო, ნაციონალურ საწყისებს დაუბრუნდება თუ ევროპისკენ სწრაფვას განაგრძობს, თვალნათლივ 2016 წელს გამოჩნდება. უპირველესი მინუსი, მე რასაც ვფიქრობ, რომ ქონდა იმ დროინდელ ხელისუფლებას, კერძოდ გვალმაგიდას, ეს იყო ეროვნული, ნაციონალური ინტერესების პრიმატი ადამიანის ინტერესებს და ადამიანის უფლებებზე. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება გადამწყვეტი მართლაც, თუ ქართულმა ოცნებამ, რომელსაც მე ულოცავ ამ წარმატებას, ვერ შეასრულა თავის ასე ვთქვათ დანაპირებათა თუნდაც ნაწილი, მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ისევ მოვა ის, აი ასე ვთქვათ, საკმაოდ დესტრუქციული და ნაციონალისტური ძალების დრო. 1990 წლიდან დღემდე საქართველოში სულ 24 არჩევნები ჩატარდა. მეხუთე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამოვლენილი კანდიდატი ქართველმა ხალხმა გუშინ აირჩია.